მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, მოგესალმებით ისევ და ისევ ყინულიდან სათევზაოდ. ჩამოვედით საქართველოს ერთ-ერთ მხარეში. გადაყინული არის მოკლედ მთელი ტბა. მინიმუმ 15 სანტიმეტრის სისქის ყინული გვაქვს. საკმაოდ ცივა აქედან მინდა გითხრათ და დღეს არ ვართ მარტო. დღევანდელ ვიდეოში მე და ალექსი ვითევზავებთ ერთად. ალექს აბა როგორ? მოგესალმებით ყველას, მოგესალმებით გიოს მაყურებელს, ამოწერს და მეგობარს. რავი, დღე მეგონი მშვენიერი იქნება. თავარია ყინული გვიძლებს და მაგის შიში გავაქრეთ და მე მგონი თევზით შემოვა იმ წერტილამდე სანას ჩვენ ვართ და ნახოთ რა დღე გვიჩვენებს. კომპანიით ვართ, არ ვართ მარტოები და უკვე სასიხარულოა რა. გვექნება თევზაობა, გვექნება კულინარია. ალექსის არხი გამოიწერეთ აუცილებლად, იმიტომ რომ ალექსა ვინც არიცით მოკლედ აქვს YouTube არხი თევზაობასთან დაკავშირებით და რა თქმა უნდა ვიდეოს კობით აღწერაში იქნება ბმული. გადადით ჩემებო აბსოლუტურად ყველა, იმიტომ რომ ალექს ძალიან მაგარი ვიდეოები აქვს, საინტერესო და ისეთი რომელიც განსაკუთრებით დამწყებებს ძალიან გამოგადგებათ. ასე რომ ვიწერთ ალექსის არხს აუცილებლად. ეტაპობრივად მივყვებით, ამოვთხეთ სხვადასხვა წერტილებს, მოუძებნით ქორჭილას და იმედი მაქვს რომ შედეგიც იქნება. იმედი მაქვს რომ ისეთი შედეგი იქნება რომ კულინარიისთვის აღარ მოვიცლით. მოკლედ აუცილებლად ბოლომდე უყურე ვიდეოს, გამოიწერე არხი, გააქტიურე ზარეზღლაკი და ვიდეოს დაალაიქე. წავედით აბა ვითევზაოთ. მეგობრებო, მოკლედ აბა ნახოთ ეხა. რა ხდება ჩვენს ეგრეთ წოდებულ ლუნკაში. ესე ჩამოვჭდებით სკამზე. ესე რამდენიმე სწრაფ ამორტყმას უკეთებთ, რომ შესამჩნევი გახდეს ჩვენი სატყუარა და შორიდან დაინახოს თევზმა და მოიზიდოს აი ამ პატარა წამოკრებით. ერთი 20 წამოკრა საკმარისი იქნება აქტიური და შემდეგ უკვე გაუტარებთ სტანდარტულად როგორც საჭირო არის. მეგობრებო, ალექსმა დაიჭირა. მოდი ვნახოთ ალექსის თევზი. საინტერესოა. ალექს აბა გვაჩვენე. აჰა, შენიერი. კარგი სტანდარტული ზომაა, ძალიან კაი. ცოტა წამოიზარდა სხვათა შორის. ხო? იცი რა მითხარი? აი რაზე თევზაობ? მე თევზაობ ჩემ დამზადებულ კანკალაზე. გვაჩვენე აბა ერთი პარა. ხელნაკეთია ხო შენ გააკეთე? ჩემი ხელნაკეთია ხო. ბევრი ვარიანტები იყო იდო ინტერნეტში და ჩემით გავაკეთე, აი ესე გამოიყურება. ამას ქვია ვერტიკალური კანკალა. ესეც მანათობელია. აი ხომ მზეზე იტვირთება. და ეს თავი, ანუ წერტილი, სადაც შეტევის წერტილს ვეძახი რა. აუცილებლად ნემსიკავზე, ანუ კავზე უნდა იყოს რამე მანიშნებელი. თუნდაც არ იყოს ფერადი, ანუ რამე მანათობელი, ნებისმიერი ბისერი, წითელი ფერის ან რაღაც მსგავსი რა, რომ შეტევის წერტილი ქონდეს კანკალას. ძალიან საინტერესო და აი ესე მუშაობს რა. აი ესე მუშაობს, იმიტომ რომ აი ოვალური ფორმა აქვს. აბა მიდი გაატარე. აბა ნახოთ. კიდე ამე არის. ესეთ პატარა წამოყვა. აი დარტყმა? ოპა, შენიერი. ბრავო, ალექს. შენიერი. კარგად დაიჭირე. კარგია. მეგობრებო, ახალ ადგილას გადმოვედით, აუ ძალიან ძლიერი ქარია, ძალიან. ესეთი ქარი ნუ არც გამოცხადებული არ იყო და აუ ალბათ ძალიან იშვიათია ესეთი ქარი, აი ძალიან მაგრად უპერავს. დაალაიქეთ დღევანდელი ვიდეო. იმედი მაქვს თევზას დავიჭერ, იმიტომ რომ ბიჭებმა ესე იგი ლუკამ 3 ცალი დაიჭირა, ალექსამ 4 ცალი დაიჭირა, მიშამ 3 ცალი დაიჭირა და მე ვარ მხოლოდ ვისაც თევზი არ დაუჭერია და იმედია მეც დავიჭერ. ოპა! ქორჭილიუს! აი თევზი! Bravo! ძალიან მაგარი ზომა დავიჭირეთ. აი ესეთი ქორჭილა. ურა ზომაა. შენიერი ქორჭილიუსი. კი, პირველი თევზი. აი, სერიოზული ზომა. შენიერი. დაზედაჭდა. კანკალაზე. ახ ბიჭო. საგონ კი, ეგეთი შენი კარგია. ჩვენ წავიდე. შენ უკვე კარგად დაიჭირე პრინციპში, ხო? მერვე? აჰა, პირველია ჩემი, შენერი. წარმატებები კიდევ მეტი. მეგობრებო, არ მინდა რომ ბევრი ვაწვალო. ჩვენი თევზი, ამიტომ
იგივე ლუნკაში არ გაუშვებს, სხვაგან გაუშვებს, რომ არ დამიფრთხოს თევზი. აი ეს, წავიდა. კი ბატონო, გასქროლა. წავიდა მშვენივრად. ერთი ცალი თევზი დავინახეთ კამერაში. და საინტერესოა ჩაუშვათ თუ ექნება რეაგირება საერთოდ. ეგარი. მოხვიდეთ. ეგარი. წარმოიდგინე ამ ხელა კამერას არ შეუშინდა საერთოდ. არა, იდგა საერთოდ. ხო, არის დარტყმა. კი ბატონო. ბრავო. ბრავო. ნამდვილად. აგია როგორი. ბრავო. ნახე, წარმოიდგინეთ კამერას დავინახეთ და კამერი გამოვიყარეთ. კამერი ფიქოვე თევზი, ამა კიდე დაიჭირა. ბრავო, ბრავო. მეგობრებო, პატარა შესვენება გვაქვს. რა თქმა უნდა, გემრიელობებს მომამზადებთ, ნუ პირველ რიგში აქ ყავას ვადუღებ. აი ესე გამოიყურება ჩვენი კუთხე, სადაც ჯერ ყავას და შემდეგ გემრიელობებს მომამზადებთ. ცეცხლის დანთება გვინდოდა, მაგრამ ნუ სამწუხაროდ ისეთი ქარია, რომ ფიზიკურად ვერაფერს ვერ გავაკეთებთ. თუმცა გემრიელობებს მაინც მომამზადებთ. ჩვენთან ერთად არის, როგორც მოგახსენეთ, ბატონი ლუკა, ჩემი ფიტნეს ტრენერი. გამარჯობა. რომელმაც დღეს თევზაობა შეისწავლა ფაქტიურად. კი, 4 თევზი დავიჭირე. აჰა, 4 თევზი დაიჭირე. მე მაჯობა, მე 1 თევზი მყავს დაჭერილი. საათო რამხელა დაიჭირე? ნუ ბიგფიში ჩემია. კი, ბიგფიში. მაგრამ, ნუ შენ საკმაოდ კაი შედეგი გაქვს, რაც დიდი მადლობა. მოგეწონა ესე თევზაობა. ბიჭო, გაასწორა, კი. ზოგადად თევზაობა 1-2 ვარ ნამყოფი და ყველა ჯერ მომეწონა, მაგრამ ყინულიდან ესე პირველად ვითევზავე და მართლაც რომ საოცრება არის, ცოტა ქარი არის. ცოტა კი არა, კაი ქარი არის და ხელს გვიშლის, მაგრამ ჩვენ რა შეგვაჩერებს ვერაფერს ვერ შეგვაჩერებს. ეხლა ლუკა კარტოფილს თლის, მე დაბასტურმებული ფილე მაქვს, ქათმის, მაინც ხო იცის, რა თქმა უნდა ჯანსაღად, რა თქმა უნდა. აუცილებელია. არ გამოვა. ცეცხლი რო ყოფილიყო, მწვაც მომამზადებთ, ჯანსაღი მე იქნებოდა. ნუ რას ვიზავთ? ამ ეტაპზე ესეთი ვარიანტი გვაქვს. მეგობრებო, აუცილებლად გამოიწერეთ ჩემი YouTube არხი, გამოიწერეთ ლუკას არხი, რომელსაც საკმაოდ საინტერესო ვიდეოები აქვს, რა თქმა უნდა, ფიტნესზე. ტრენერია და შესაბამისი ვიდეოები აქვს და აუცილებლად ალექსის არხიც გამოიწერეთ, რომელთან ერთადაც დღეს პატარა კოლაბორაცია გვაქვს. ჩვენ კი დავიწყოთ ახლა მომზადება კერძის. კარტოფილი მზად არის, შეგვიძლია ჩავყაროთ. აი ეს. ახლა ამას კარგად შევწავთ. აი ბოლომდე შემწვარი არ უნდა იყოს და მე დავამატებთ ქათმის ფილეს რა. დაბასტურმებულს აი აქ გვაქვს კარგად. გუშინ დავაბასტურმე, ახლა და კარგად გამოიყურება და ესე გემრიელად მოკლედ ბიჭებს მომზადოთ საკვები. დავამატეთ ქათმის ფილე დაბასტურმებული, როზმარინით, ძალიან ბევრი კაი სუნელი, დაფნის ფოთოლით და ახლა უბრალოდ დაველოდოთ რომ შეიწვას ესეც. ნუ უფრო მოითუშოს, მოიხარშოს რა. დავაფაროთ. ველოდებით მოკლედ მომზადებას. ძალიან მოგშვიდა. ამინდი გრილია, ნუ ცივია ფაქტიურად შეიძლება ითქვას, მაგრამ რა თქმა უნდა გულები გვაქვს თბილი და გემრიელი კერძიც იქნება ცხელი. თავის ცხელი ყავით და 3 ჭიქით, რომელიც აუცილებლად გაგვახურებს. ბიჭები თან გჭირდება. გველოდებიან და მაგრად შეათ მაგათაც. ბიჭები თევზაობენ, კაი ბლომად თევზები დაიჭირეს და რაც თავარია, მე ამ ადამიანებთან პირველად ავარ და ძალიან მიხარია რომ თევზს იჭერთ და უშვებთ და სიცოცხლეს უხანგრძლივთ და ეგრევე მუცელში არ უშვებთ და ეს ძალიან დასაფასებელი საქციელი ეგ არის სპორტული თევზაობა. ჩვენ თევზაობთ არა იმისთვის რომ შევჭამოთ, მაგრამ ნუ არის ახლა პერიოდი, როდესაც ვიჭერთ და რაღაც რაოდენობას, რა თქმა უნდა, ვამზადებთ, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ჩვენ ვუშვებთ თევზს. ეს თევზაობა არის სპორტი, გართობა, დაიჭირე გაუშვი. შეგიძლია შემოგვიერთდეთ ტურნირებს გვაქვს ხოლმე სპინინგი თუ დაინტერესდები კიდევ ეს მაგარი სტილი არის ძალიან რა. როცა აქტიური პერიოდია ჩვეულებრივი ანკესით, წაგიყვან აუცილებლად კიდევ ერთხელ. წავიყვანოთ ალგეთის წყალსაცავზე აქტიურ პერიოდში და დარწმუნებული ლუკას კიდევ უფრო მეტად მოეწონება სპინინგი თევზაობა. მოკლედ
შევიკრიბეთ და ველოდებით რომ გემრიელად მივირთოთ შესვენება გვაქვს და დაახლოებით ესე 9 საათი შევისვენებთ და შემდეგ რა თქმა უნდა ისევ გავაგრძელებთ თევზაობა. საღამოს თევზაობა გვექნება, იმედი მაქვს რომ უფრო წარმატებული ვიდრე აქამდე არის, მაგრამ დღევანდელი გმირი არის ბატონი ალექსი. რამდენი დაიჭირე ალექსი? 14. 14. არა, გმირობამდე წინაზე ვიყავი გმირი, რა წელს პასიურობს თევზი. წელს პასიურობს. დღეს პასიურობს თევზი, მაგრამ ყველაფერი წინ არის, რა სეზონი ახლა დაწყებულია და გიო. კიდე ბევრი თევზაობა გამოვივა. ნამდვილად. ესე იგი მეორე გმირი დღეს პირველადი თევზავა ლუკამ. და პირველმა დაიჭირა თევზი და ბატონი მიშა უკვე ფაქტიურად გამოსტილი 7. რა შენ თავზე თქვი რომ ყველაზე დიდი შენ ბიგფიში მე ვარ, მაგრამ დავიჩაგრე 1 და ნაღდი. აი ესეთი კერძი გვაქვს და ეხლა მივირთვით გემრიელად მოკლედ. შესვენება ძალიან კარგი იყო, გემრიელად მივირთვით საკვები. ეხლა მეორე ეტაპი გვაქვს საღამოს თევზაობის. აი ესეთ სატყუარაზე ვითევზავებთ ვერტიკალურ ყანყალაზე. ესეთი ჯიგარია. ჩაუშვოთ სათევზაო წერტილში. ჰოპ. კიდე მეტი. მივიდა. ცოტა დავჭიმოთ. კი ბატონო, ამოვწიოთ 1-5 სანტიმეტრი და წავიდე გატარება. ოპ, დავიჭირეთ, გვერდულად გამოვიდა, ეთყობა აცილა, ლაყუჩით. აი ესეთი პატარა ქორჭილიუსი. შენს ყანყალაზე ალექს, დავაყენე თუ არა, ეგრევე ალექს ხანაკეძე პატარა ქორჭილა დაჯდა. შვენიერი. ბრავო. ალექსა მოკლედ იჭერს და იჭერს თევზს რა. ალექს რამდენი თევზი ახვედი? 17 თევზი ყავს ალექს დაჭერილი, მოკლედ ყინულის მეფეა. დღეს ყველაზე მეტი ალექსმა დაიჭირა. რა თქმა უნდა, ალექსის ვიდეოც დაიდება თავისივე YouTube არხზე, რომელიც აუცილებლად უნდა გამოიწეროთ და ნახოთ ეს ვიდეო. აი ჩვენ ვიდეოს ახლა როცა უყურებთ, რამდენიმე დღეში ალექსის დადებს ვიდეოს შესაბამისად. იქ უკვე განსხვავებული კადრები იქნება, თან განსაკუთრებულად ბევრი თევზი, იმიტომ რომ ალექსმა საკმაოდ კარგად დაიჭირა. კაი დარტყმა იყო. არის დარტყმა. არის. ოპა, საკმაოდ კარგი ზომა დავიჭირეთ. საკმაოდ კარგი ზომა. აი ესეთი ქორჭილიუსი. შვენიერი. აი ეს შვენიერი ქორჭილიუსი დაგვიჭერია მეგობრებო. ნახეთ, გაბრაზდა. ცოტა ხანი არ უშვებთ, იმიტომ რომ ზოგადად არის თეორია, რომ დაჭერილი თევზს, რომელსაც უკან გაუშვებ იმ ლუნკაში, ავტომატურად აფრთხობს თევზს. ჩვენც დაუჯეროთ, არაფერი არ მოვა ცოტა ხანი, თევზი არ გვჭირდება, არ მივყავს. შესაბამისად, ცოტა ხანი გავაჭიროთ და მე უკვე გავუშვათ უკან. რომ მიხვდებით, რომ აქ თევზის დაჭერა უკვე აღარ იქნება შესაძლებელი. მეგობრებო, დავასრულეთ მოკლედ თევზაობა, გამოვედით ყინულიდან. საკმაოდ აგრილდა, ფაქტიურად მინუსებში გადავიდა ეგრევე ჰაერის ტემპერატურა. მე და ალექსმა მშვენიერი თევზაობა მოვაწყეთ. ალექსმა რეკორდულად ბევრი დაიჭირა. მე მარტო დღეს რა. ბევრად ნაკლები. ხო, პასიურობდა, მაგრამ საერთო ჯამში შედგა დღევანდელი დღე გემრიელი კერძის მომამზადეთ და შვენიერი კოლაბორაციული ვიდეო გავაკეთეთ. აუცილებლად გამოიწერეთ ჩვენი არხები, ალექსას არხი იქნება ვიდეოს ქვევით აღწერაში და გაიხარი. გემრიელ ვიდეოებს გვერდებით აუცილებლად, ხო? ვიდეოს მეორე ნაწილი, ასე ვთქვათ, თუ ალექს გადაღებული აქვს, შესაბამისად, ალექსის არხზეც დაიდება და შეგიძლიათ იქაც უყუროთ აუცილებლად. ხო, მოგლეთ ორივე ვიდეო ძალიან საინტერესო გამოვიდა, ასე ვთქვათ.
დღით ძალიან ყვაყოფილი ვარ. ყველაფერი შედგა, რაც დაგეგმილი მქონდა. ერთადერთი ამით ვერ შეგვიწო ხელი. რატომღაც დარწმუნებული ვიყავით ყველამ რომ დღეს არ იქნებოდა ქარი, იქნებოდა მზე. ნუ ყოველ შემთხვევაში პროგნოზი ეგრე ეწერა, მაგრამ როგორც კი ჩამოვედით, რავი, აი ეხლაც კი ქარი ქრის, მაგრამ ისე არა. მეტეოროლოგებმა გაგვწირეს, მაგრამ არა უხშობს. ხო, კიდე ორიოდე სიტყვა მინდა ვთქვა ჩვენს ბიჭებს რა. კი ბატონო. მიშამ შვენიერი თევზაობა გააკეთა. ძალიან მაგრად დაიჭირა თევზი. 25 ცალზე ავიდა დაახლოებით. ხო? და ახალბედა, ყველაზე ახალბედა მეთევზე. დღეს პირველი თევზაა, ნუ ყინულზე და ზოგადად იშვიათად ქონია გამოცდილება თევზაობის. თან პროფესიონალებთან ნაკლებად ხოლმე ხარ როგორც არის. პროფესიონალებს ეს. ხო და მოკლედ ლუკას არხიც იქნება აღწერაში, ლუკას იუთუბერი არის, სპორტული ვიდეოები აქვს, რომელსაც მე ვიღებ, მე ვარ ოპერატორი და ლუკას საკმაოდ კაი აქციები აქვს ხოლმე, ვისაც დაგჭირდებათ მოკლედ ვარჯიში, ტრენაჟორები, ფიტნესი, შეგიძლიათ ლუკას მიმართოთ, საკმაოდ კარგი აქციები აქვს, ვიდეოს ქვევით აღწერაში დავწერ ყველაფერს, ეკრანზეც ამოვა და მოკლედ თუ რაღაც ლუქსონ შენთან მოვლენ ეგრევე რა. ვინც გიორგის სახელით მომწერს, აუცილებლად გავუკეთებ პერსონალურ ვარჯიშებზე ფასდაკლებას. შეგენაცვალე, მშვენიერი აქცია. ხო, ჩემს შედეგებსაც მალე იხილავთ, ჯერ ესე შეფუთული ვიმალები და ძალიან მალე სპორტულ ფორმაშიც ნახავთ კარგი შედეგებით. ისე რომ არა მარტო კარგი თევზე არის, არამედ კარგი სპორტსმენის გახლავთ თქვენი გიორგი number 1 fish. წავედი მეგობრებო, შევხვდებით მომავალ ვიდეოში, რომელიც თქვენთვის ძალიან მალე, ჩემთვის კი შემდეგ კვირას იქნება. აბა დროებით.